ამერიკელმა პრეზიდენტმა ბოლოს და ბოლოს დაასახელა ირანთან ომის დასრულების შეთანხმების პირობები. Donald Trump ახლა აბსოლუტურად განსხვავებულ სიგნალებს აგზავნის ირანთან ომის დასრულების შესახებ. ერთი მხრივ თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ ახლოსაა ირანთან შეთანხმებასთან ურთიერთგაგების ერთგვერდიან მემორანდუმზე, რომელიც დაასრულებს ომს და საფუძველს ჩაუყრის უფრო დეტალურ ბირთვულ მოლაპარაკებებს. ეხლა აშშ-ში ელოდება ირანის პასუხს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მომდევნო 48 საათის განმავლობაში. და ამავე დროს Donald Trump-მა განაცხადა, რომ ირანმა უნდა მიიღოს ვაშინგტონთან შეთანხმების პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ელოდება ახალი ავიაიერიშები, უპრეცედენტო დონეზე. და როგორც დათმობა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ტრამპმა გამოაცხადა ოპერაციის შეჩერება ამერიკელი სამხედროების მიერ ხომალდების ჰორმუზის სრუტეში გაცილების შესახებ. მაგრამ დარჩა კითხვა. და რა პირობებია მომავალი შეთანხმების, რომელსაც ეხლა თეთრი სახლი აყენებს? და აი დონალდ ტრამპმა დაასახელა პირობები, რომლებიც ირანმა უნდა შეასრულოს ომის დასრულების შეთანხმების გასაფორმებლად. და სწორედ ამ პირობებს განვიხილავთ ამ გამოშვებაში. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი და ალაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით. ვიდეოს აღწერაში მითითებულ ბულებზე და რეკვიზიტებზე, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდის საშუალებით, ან YouTube პლატფორმაზე სპონსორობის დახმარებით. საერთოდ თუ ეს გამოშვება თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება, გამოშვების ბოლოს გთხოვთ ხარი დაუჭიროთ ჩვენი YouTube არხის მუშაობას თქვენი დონატებით. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოხატა ოპტიმიზმი ირანთან ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება შეიძლება მოიცავდეს პირობებს, რომლის მიხედვითაც ირანი ექსპორტს განახორციელებს თავის მაღალგამდიდრებულ ურანს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამაზე ტრამპმა გუშინ განაცხადა PBS News-თან ინტერვიუში და მისი აზრით, აშშ-ში ახლოსაა შეთანხმების მიღწევასთან. შემდეგ მოხვდათ მისი ციტატა. მე უკვე მქონდა ასეთ შეგრძნება ადრე, როცა შეთანხმების მიღწევას უახლოვდებოდით. ასე რომ ნახოთ რა მოხდება. ვფიქრობ ძალიან კარგი შანსი გვაქვს, რომ კვლავ მივახციოთ შეთანხმებას. თუ ამას ვერ შევძლებთ, ძველ მიდგომებს დაუბრუნდებით. და სწორედ აქ განაცხადა ტრამპმა, რომ შეთანხმების ერთ-ერთი პირობა უნდა იყოს ის, რომ ირანის მაღალგამდიდრებული ურანი გადაეცეს სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებს. საუბარია დაახლოებით 450 კილოგრამ 60%-მდე გამდიდრებულ ურანზე. კიდევ ერთი პირობა ითვალისწინებს, რომ ირანმა უნდა აიღოს ვალდებულება აღარ გამოიყენოს თავისი მიწისქვეშა ბირთვული ობიექტები, ხოლო მაგათეს ექსპერტებმა უნდა დაადასტურონ ამ ობიექტების ფაქტობრივი დახურვა. ირანის მთელი მშვიდობიანი ბირთვული საქმიანობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ზედაპირზე, რათა აშშ-ს არ გაუჩნდეს ეჭვი, რომ ირანი ისევ რამეს მალავს და ფარავს. აქ ხდება ძალიან საინტერესო მომენტი. დონალდ ტრამპი აშკარად ჩქარობს. მან განაცხადა, რომ ის ისტრაფის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევას. მის ჩინეთში ვიზიტამდე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, მან ხაზგასმით აღნიშნა ციტატა. მე ვფიქრობ, რომ ამის დასრულების ძალიან კარგი შანსი არსებობს და თუ არ დასრულდება, მოგვიწევს დაუბრუნდეთ დაბომბვებს, რომლებიც მათთვის ჯოჯოხეთად აქცევს. ამ თემაზე გირჩევთ ნახოთ ჩემი წინა გამოშვება ამ YouTube არხზე, სადაც ხვებოდი, რომ ჩინეთი სწორედ ის მოულოდნელი მშვიდობის ყოფილი გახდა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულება უნდა უზრუნველყოს. და ახლა ჩინეთმა ტრამპს წაუხენა ანგარიში ირანზე ზეწოლაში დახმარებისთვის და ომის დასრულებაში დახმარებისთვის, რომელსაც ტრამპი ახლა მარტო ვეღარ დაასრულებს. ამიტომ გირჩევთ ამ თემაზე ცალკე გამოშვებას ჩემს YouTube არხზე უყუროთ და გამოიწეროთ, თუ ეს ჯერ კიდევ არ გაიგეთებიათ. და აქ მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ მხარეების პოზიციები ამ ეტაპზე ძალიან განსხვავდება. მაგრამ ამავე დროს ცოტა წინ რომ გავუსწრო მოვლენებს, ვიტყვი, რომ გასაგებია, რატომ ცდილობენ ამერიკელები სულ მცირე ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას. იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ რაიმე დოკუმენტი დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტამდე, რომელიც 14 მაისს არის დაგეგმილი. აქვე შეგახსენებ, რომ მაისის დასაწყისში ირანმა ახალი წინადადებით მიმართა შეერთებულ შტატებს, რომელიც ჰორმუზის სრუტის გარშემო სიტუაციის შემსუბუქებას ითვალისწინებდა. მაგრამ ბირთვული პროგრამის განხილვის გადატანას უფრო გვიან ეტაპზე. აი გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ში ახლა ირანისგან რამდენიმე საკვანძო კითხვაზე პასუხებს ელოდება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. მოსავოდნელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ირანი დააწესებს მორატორიუმს ურანის გამდიდრებაზე, მაგრამ არა სამუდამოდ.
აშშ-ში მოხსნის სანქციებს და გამბლოკავს მილიარდობით გაკინულ ირანულ ფულს. ხოლო ორივე მხარე მოხსნის შეზღუდვებს ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანზიტზე. ეხლა ამას უფრო დეტალურად განვიხილოთ. მაშინვე აღნიშნავ, რომ დონალდ ტრამპი ჩქაროს ხელი მოაწეროს არათავად ომის დასრულების შეთანხმებას თავის ჩინეთში ვიზიტამდე, რომელიც 14 მაისსა დაგეგმილი. არამედ მხოლოდ ურთიერთგაგების მემორანდუმს. რატომ ასე? საქმე იმაშია, რომ თეთრი სახლი მიიჩნევს, ირანის ხელმძღვანელობა გახლეჩილია და სხვადასხვა ფრაქციებს შორის კონსენსუსის მიღწევა ძალიან რთული შეიძლება იყოს. ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი კვლავ სკეპტიკურად უყურებს, თუნდაც რაიმე საწყისი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას. ანუ მე ვიტყოდი არც კი საწყის, წინასწარ შეთანხმებას. ახლა ხდება ცნობილი, რომ ერთგვერდიანი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც 14 პუნქტისგან შედგება, განიხილება ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერსა და რამდენიმე ირანელ ოფიციალურ პირთან შორის. როგორც პირდაპირ, ასევე შუამავლების მეშვეობით. ამჟამინდელი სახით ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ომის შეწყვეტას რეგიონში და 30 დღიანი მოლაპარაკებების პერიოდის დაწყებას, დეტალურ შეთანხმებაზე ჰორმუზის სრუტის გახსნის, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვისა და აშშ-ში სანქციების მოხსნის შესახებ. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ირანის მიერ სრუტეში ნავიგაციის შეზღუდვა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ეტაპობრივად მოიხსნება ამ 30 დღიანი პერიოდის განმავლობაში. თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ამერიკულ ძალებს შეეძლებათ ერთი მხრივ აღადგინონ ბლოკადა, ან კვლავ დაიწყონ სამხედრო მოქმედებები და დონალდ ტრამპმა უკვე მიანიშნა, რომ აშშ-ში მზად არის ახალი დაბომბვების დავლესთვის. თუმცა პეკინში ვიზრდებამდე ასეთი დაბომბვები ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მაშინ დონალდ ტრამპი სი ძინპინთან შეხვედრაზე მაქსიმალურად გაურკვეველ მდგომარეობაში იქნება. ამიტომაც ის ჩქარობს, რომ მაინც მემორანდუმი გააფორმოს. გარდა ამისა აღინიშნება, რომ ურანის გამდიდრების მორატორიუმის ხანგრძლივობა აქტიურად განიხილება. ამასთან სამი წყარო ამტკიცებს, რომ ის არანაკლებ 12 წლის იქნება. ეს სრულიად აუქმებს დონალდ ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს ის სამუდამოდ დახურავს ირანის ბირთვულ პროგრამას. აშშ ასევე სურს კანონში ჩასვას დებულება, რომელიც მიხედვითაც ირანის მიერ ურანის გამდიდრების ნორმების ნებისმიერი დარღვევა მორატორიუმს გაახანგრძლივებს ან თავიდან დაიწყებს მას. მორატორიუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ირანს შეეძლება ურანის გამდიდრება დაბალ დონემდე, თითქმის 3.7%-მდე, რაც სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენება. ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმში ირანი ვალდებულებას იღებს, რომ არასოდეს ისწრაფვის ბირთვული იარაღის ფლობისკენ და არ ჩაებმება მის შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. ასევე დონალდ ტრამპი ელოდება, რომ ირანი ვალდებულებას აიღებს გაამკაცროს ინსპექციების რეჟიმი, მათ შორის გაეროს ინსპექტორების მიერ ჩატარებული მოულოდნელი შემოწმებები. ხოლო შეერთებული შტატები ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ვალდებულებას იღებს ეტაპობრივად მოხსნას ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და ეტაპობრივად გამბლოკოს მილიარდობით დოლარის ირანული სახსრები, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გაყინული. მაგრამ აქ ჩნდება მთავარი პრობლემა, რომელმაც შეიძლება ეს პირობები სულიად გაანულოს. გუშინ შეერთებული შტატების ომის მინისტრმა პიტ ჰექსეტმა განაცხადა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი მოქმედებს ავტონომიურად და დამოუკიდებლად ირანის მოლაპარაკებების მონაწილეებისა და პოლიტიკოსებისგან. თითქოს ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი ცეცხლს უხსნის ხომალდს ჰორმუზის სრუტეში. მოლაპარაკებები, რომლებთანაც ამერიკელები აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ამაზე გავლენას ვერ ახდენენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკ რუბიომ კი ზოგიერთ ირანის უმაღლეს ხელმძღვანელს საერთოდ შეშლილები უწოდა და განაცხადა, რომ გაურკვეველია დათანხმდებიან თუ არა ისინი რაიმე შეთანხმებაზე. აქ მრავალწერტილს დავშავ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული მხარდაჭერით. ფულებით და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. მადლიერი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pitchy News, ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით დასვამდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ვშვიდობით. სუბტიტრები